Ყველას საფეხბურთო სალამი და მე კვლავ გიბრუნდებით უცხელესი სიახლეები. მახაჩევი გაიქცა. ილია თოფურიას კამრისთვის ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირა შეხვდება და ეს შეიძლება საუკეთესო ჩხუბი იყოს ქართველის შესრულებით. ზურიკო დავითაშვილით ახალი კლუბი ინტერესდება, ვის სურს ქართველის გადაბირება. ცნობები პარიზიდან, ქუჩა კვარაცხელია და უსმან დემბელეს სიტუაცია. ეს და სხვა სიახლეები ჩვენს დღევანდელ ვიდეოში. დააჭირე ლაიქის ღილაკს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია 1500 მოწონებაზე ავიდეთ. დარწმუნებული ვარ ამას მოვახერხებთ. ასევე თუ რაიმე მიზეზის გამო არხი გამოწერილი არ გაქვთ, ეგეც მარტივი გამოსასწორებელია. ამჟამად 56000 გამომწერს ვუახლოვდებით. ჩვენი მიზანია თვის ბოლომდე 60000 გამომწერზე ასვლა. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი დავიწყოთ. სენტ-ეტიენის ქართველი ფეხბურთელი უცხოური კლუბების რადარზე იმყოფება. ერთ-ერთი, რომელზეც ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, ბეშიქტაშია. შავთეთრები ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ და ერთ-ერთი სამიზნე ზურიკო დავითაშვილია. ბეშიქტაშის ინტერესთან დაკავშირებით თურქულ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ცნობილი ჟურნალისტის სერკან მოროვას ცნობით, ბეშიქტაშს დავითაშვილი ნამდვილად აინტერესებს, მაგრამ მწვანეებისთვის წინადადებით არ მიუმართავს და არც ფეხბურთელთან ქონია კონტაქტი. ცნობისთვის მიმდინარე სეზონში ბეშიქტაშის მიზანი ევროტურნირების საგზურის დასაკუთრებაა. შავთეთრები სუპერლიგის სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებენ და თუ არაფერი შეიცვალა, მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებენ. დავითაშვილს რაც შეეხება, მას სენტ-ეტიენთან ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტი ზურიკოს 10 მილიონ ევროთ აფასებს და ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. ლა ლიგის მორიგ ტურში ვალენსია ალავესს ესტუმრა და 0-1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხეს, ისიც პენალტის ნიშნულიდან. ალავესის დომინირების ფონზე საოცარი მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია. ქართველმა მეკარემ ყველაფერი გააკეთა, რომ ღამურებს ერთი ქულა მაინც აეღოთ, მაგრამ სამწუხაროდ მატჩის 79 წუთზე გიორგიმ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, რის გამოც პენალტი დაინიშნა. ბურთთან ჟოან ჯორდანი მივიდა, მისი დარტყმა მამარდაშვილმა კინაღა მოიგერია. კუთხე გამოიცნო და ხელი მიარტყა, მაგრამ ბურთი კარის ბადეში მაინც გაეხვია. სამწუხაროდ ამ წაგების შემდეგ ვალენსია სატურნირო ცხრილში დაქვეითდა და კონფერენს ლიგაზე მოხვედრის შანსები მინიმუმამდე დავიდა. ამ მომენტისთვის ვალენსია 45 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში ღამურები ბილბაოს ატლეტიკოს უმასპინძლებენ. მატჩი 18 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 9 საათიდან დაიწყება. ცნობისთვის ქართველი მეკარე ალავესთან მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა კარის დარაჯმა ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა. არ მესმის და ვერც გავიგებ, ეს პენალტი არ იყო. ეს ალავესის ფეხბურთელებმაც კი მითხრეს. ძალიან ნათელია, რომ პენალტი არ იყო. ნახე ვიდეო ჩანაწერიც და ეს პენალტი არ არის. დაწერეთ თქვენი აზრები კომენტარებში ამ თემასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ამ მომენტში პენალტი? PSG-სა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ვალდომ სპორტ იტალიასთან ინტერვიუს დროს ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ-ჟერმენსა და ინტერის ფინალზე ისაუბრა და თავისი მოლოდინი დააფიქსირა. ცხადია, იმედი მაქვს, რომ PSG მოიგებს. ფიქრობ, გამარჯვებას იმსახურებენ იმ ყველაფრის გამო, რაც უკვე გააკეთეს. მოიგეს ლიგა 1, გავიდნენ საფრანგეთის თასის ფინალში და შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებენ, თუმცა ისინი ისეთ გუნდს დაუპირისპირდებიან, რომლის დამარცხებაც ძალიან რთულია. ძალიან მომწონს ბარელას თამაში, ისევე როგორც ლაუტაროსი და მარკუს ტურამის. ისინი ძალიან საშიშები არიან. დღეს PSG მხოლოდ ერთ მოთამაშეზე არ არის დამოკიდებული, მაგალითად როგორც იყო წარსულში მბაპეს, ნეიმარის ან მესის შემთხვევაში. ბევრი ფეხბურთელი ქმნის განსხვავებას. დაწყებული დონარუმათი, დამთავრებული დემბელეთი, კვარაცხელიათი, დუეტი, ბარკოლათი და ჟოაო ნევეშით. განსაკუთრებით ფანტასტიკური დემბელე და კვარაცხელია. ილია თოფურია ოქტაგონს უბრუნდება. UFC-ს პრეზიდენტმა დენა უაიტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ელ მატადორი მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებს და ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ავა და ჯეკ დელა მადალენას ეჩხუბება. ყველა იცნობთ ილია თოფურიას. ის დაუმარცხებელი მებრძოლია, რომელმაც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტული ვაკანტური გახადა. ილია მსუბუქ წონაში გადავა და ყოფილ ჩემპიონ ჩარლზ ოლივეირას შეხვდება. ისინი მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის იჩხუბებენ, თქვა დენამ. უაიტის განცხადებიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ ელ მატადორმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა: 28 ივნისს კიდევ ერთი ოცნება ასრულდება. მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გავხდები. ჩარლზ წინასწარ ბოდიში ჩემი ოცნებებისთვის ვჩხუბობ. სამწუხაროა, რომ მახაჩევი გაიქცა 17-0-ზე. ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს და UFC 317-ზე დუ ბრონქს
მსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის დაუპირისპირდება. UFC-ს პრეზიდენტმა დანა ვაითმა მათი ჩხუბი ახლახან გამოაცხადა და ოლივეირამ პირველი კომენტარიც გააკეთა. ვარჯიშობდი, როდესაც ყველამ ყვირილი დაიწყო. ვარჯიში დავასრულე, ტელეფონი ავიღე და გავიგე, რომილია თოფურიასთან უნდა ვიჩხუბო. მზად ვართ. ორთა ბრძოლამდე 46 დღეა დარჩენილი და საჩემპიონო ქამარი დაბრუნდება იმ ადგილას, რომელიც არ უნდა დაეტოვებინა. მოწინააღმდეგეზე არ ვარ ორიენტირებული. თავარია ის, რისი გაკეთება შემიძლია. საოცარი გუნდი მყავს, რომელიც თოფურიას ბოლომდე შეისწავლის და დამეხმარება. ნახავთ, რომელი კომპონენტის გამოყენება შემეძლება, მაგრამ თავარი ისაა, რაც გავაკეთებ ოქტაგონზე. ჩემი გუნდი ყველაფრისთვის მზადაა. ილია ძალიან რთული მეტოქია, მაგრამ ვიცი ხელებში რა ძალა მაქვს და რა შემიძლია. პირობა მაქვს შესასრულებელი და საჩემპიონო ქამარს დავიბრუნებ. რა განსხვავებაა მახაჩევსა და თოფურიას შორის? ფიქრობ, მახაჩევი ოდნავ უფრო სრულყოფილი მებრძოლია. ისლამი პარტერში ბევრს მუშაობს და სტრაიკინგში ძალიან მოუმატა. სწორედ ამიტომაა ჩემპიონი და ვთვლი, რომ ოდნავ უფრო სრულყოფილი მებრძოლია. რეალობა ისაა, რომ ეს ჩხუბი იდეალურ დროს მივიღეთ და მთელი აქცენტი ჩემს თავზე უნდა გავაკეთო. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით. მე პირადად არ ვეთანხმები მას, რადგან ვფიქრობ, რომ ილია ბევრად უფრო სრულყოფილია და ბევრად უფრო მეტი სქილი გააჩნია ვიდრე მახაჩევს. როგორც მინიმუმ ამაზე ის მიგვითითებს, რომ მახაჩევს ასე ძალიან ეშინია ილიასი, რომ სხვა წონაში გადადის და მაქსიმალურად გაურბის. ჯერ პირველი ის იყო, რომ ხაბიბმა დაიწყო საუბარი იმ თემაზე. ილიამ უნდა დაამარცხოს რამოდენიმე მებრძოლი მათ წონაში, შემდეგ კი იჩხუბოს ისლამთან. შემდეგ კი მიხვდნენ, რომ ამ ტაქტიკას აზრი არ აქვს და საერთოდ სხვა წონაში გადავიდნენ, რათა არ დაკარგონ ტიტული და სახელი, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაიგროვეს. ზუსტად ეს მიმანიშნებს იმაზე, თუ რამდენად დიადია ილია თოფურია. ფიქრობ, რომ ის მალე შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში საუკეთესო მებრძოლი გახდება. დაწერეთ თქვენი აზრები კომენტარებში ამ თემასთან დაკავშირებით. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა და აი მეც გემშვიდობებით, მაგრამ ძალიან მალე დავბრუნდები ახალი ვიდეოთი. მომავალ შეხვედრამდე.